საერთოდ სასამართლო დავა, საარბიტრაჟო დავა არ უნდა იყოს რაღაც უცხოხილი. სოფლიოში ხდება ესეთი რამე დაპირისპირება სახელმწიფოსა და ბიზნესის შორის, მაგრამ აქ არის გადაჭრობილი ეს დავა სერიოზულ პოლიტიკურ ასპექტებთან და ამასთან დაკავშირებით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არსებობდა ესეთი თაღლითური პროექტი და გამოვლინდა, რომ ეს პროექტი მართლაც თაღლითური იყო, მით უმეტეს იმ დამოკიდებულებით, რომელიც ამ შემთხვევაში ესე ანაკლიის სპორტის ყოფილმა ფლობელებმა განახორციელეს რაღაც დრიბლინგი პოლიტიკურ ველზე. ეს არის ეს და დასტურდა. ჩვენთვის ამასა აქვს მნიშვნელობა, წაგება შეიძლება სასამართლოშიც, არბიტრაჟშიც, მაგრამ ამას ახლავს ის პოლიტიკური ასპექტი, რომელიც უნდა იქნეს დანახული და შეფასებული. ეს არის ძიმე სურათი, რომ საქართველოს ედავები მილიარდ ნახევარს ქვეყანას, მაშინ, როდესაც აპირებდი ქვეყანა შეგეყვანა მძიმე მდგომარეობაში, იმის გამო, რომ საკუთარ ავალდებულებებს ვერ გაართვი თავი. ეს არის დასკვნა, ამის იქით არაფერი არ არსებობს. არც არანაირი ქველმოქმედება არ არსებობს, დაჩემებული. გარდა იმისა, რომ წალენჯიხში ხაში რაღაც პლასმასის პატარა აბაზანა ააგეს. არაფერი ამის იქით არ არსებობს, არსებობს ერთი დასკვნა. ჩვენ საქმე გვაქვს ესეთ პოლიტიკურ თაღლითებთან. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც უნდა ვკითხოთ კანდიდატურების შეჯიბრებების ქართულოცნება მესამე ვადით, როგორც ვიცით, კალაძის კანდიდატურა იქნება წარმოქმნილი, რატომ არის ეს ადამიანი ახლა უალტერნატივო კანდიდატი და რამდენად ექნება მას ხალხის ნდობა როგორც ამ სამი ვადის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალაქ თბილისში. ჩვენ თითქოს არ გვახსოვთ ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც თუნდაც კომუნიკაციებს ახასიათებდა, პრაქტიკულად მომსპარი იყო და მემკვიდრეობით უმძიმესი სურათი მივიღეთ, როდესაც კატასტროფის წინაშე იდგა ქალაქი. კომუნიკაციები, მიწის ქვედა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები ქალაქს ვერ იცნობ. ეს ქალაქი გახდა ერთ-ერთი გამორჩეული თავის სილამაზით და კომფორტით ევროპულ დედაქალაქებს შორის. არის უშველებელი სოციალური პროგრამები, რომელიც კეთდება და კარგია თუ მთელ ქვეყანაში გვექნება რესურსი, გავაკეთოთ იგივე, რასაც თბილისი აკეთებს თბილისელებისათვის და არც ის დაგვაუწყდეს, რომ თბილისში მოსახლეობის უდიდესი რაოდენობა არის თავმოყრილი. პრობლემები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ნება გააჩნია კახა კალაძეს. და სწორედ აქედან გადაწყდა, რომ მის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს ქართული ოცნება. ამის შესახებ ოფიციალურად იქნება განცხადებული, მაგრამ წინასწარ უნდა ითქვას, რომ სხვა ალტერნატიული კანდიდატურა ჩვენ არ გაგვიხილავს. ეკონომიკურ მაჩვენებლებს უნდა ვკითხოთ. წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შიდა პროდუქტის ზრდა 6.3% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით არის განსაზღვრული. მსგავს დინამიკას არა, საერთოდ ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა იყო და ამ ხრის განმავლობაში საოცარია ბევრისთვის, მაგრამ ასეთი გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანაში შენარჩუნებულია პოზიტიური დინამიკა. და ახლა უფრო მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფიქრობს, რომ ზრდის მაჩვენებელი კიდევ მეტი იქნება, ვიდრე წინასწარ პროგნოზირებული. ასაკურველი ეს არის მუშაობის შედეგი, სწორი პოლიტიკის შედეგია და ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის სწორ პოზიციაზე დგომაც განაპირობებს აი ამ მაჩვენებელს. უკეთესად იქნება მდგომარეობა, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს. პრობლემები უამრავია და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკით მხოლოდ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა არის და აქედან ყველა პრობლემა მოხსნილია. არასწორია, რასაკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება ხედავს პრობლემების წარმოშობის მიზეზებს, პრობლემების სათავეს ხედავს და იმ პერსპექტივას, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემების მოგვარების რეალურ წინაპირობას აჩენს.
პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლება, ანგარიში მოთხოვილია ასევე მძიმე ამაღლობელის გათავისუფლებაც. აპირებთ თუ არა რომ გაათავისუფლოთ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ახალი ანგარიში წარებინა გაეროს Human Rights Watch-ის მხრიდან საქართველოში. ხო, არის Human Rights Watch საერთოდ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ სერიოზულად უდგებით მათ მოხსენებებს, ისე როგორც ყველა მოხსენებას, მაგრამ როდესაც ხვდები ესეთ მოთხოვნას, იგივე ევროპარლამენტის მოთხოვნის არ იყოს, რომ გაანთავისუფლო ადამიანი, ვის დანაშაულს ჩადის, რასაკვირველია, ეს გასათვალისწინებელი არ არის და გაფიქრებინებს და საკმაოდ საფუძვლიანად, რომ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული მოხსენებაა გაკეთებული კონკრეტული მიზნით, კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. სხვა შეფასება ამ განცხადებას არ შეიძლება მიეცეს, იმიტომ რომ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ სამდვილად საქართველოში მომიტინგეების ძალიან დიდი ნაწილი იმდენად აგრესიულად იყო განწყობილი, რომ ამას არ შეიძლება არ მისცემოდა კაცრი ხისტი შეფასება. ვინაიდან ამ შეფასებებს თავს არიდებენ და მხოლოდ იმ ნაწილზე გადადიან, რომელიც ეხება კონკრეტული დამნაშავების მიმართ ლოიალობის გამოჩენას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მაგ საფუძველი ვიფიქროთ, ძალიან მკაფიოდ გავაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული შეფასება. აი ამ ნაწილში. არაპირებთ ანუ ამ ადამიანების გათავისუფლებას მიუხედავად ამ შემდეგი შეკითხვა დასვით რა თუ გაქვთ. შემდეგი შეკითხვა რა არის? აი, ცხელა რა, თუ გინდა შემდეგი შეკითხვა დასვით, თუ გინდა გადავიდეთ სხვა შეკითხვას მოვგე. გაგეც. აი, კითხვაზე გაგეცით პასუხი. პასუხი გაგეცით, თუ ამაზე მეტი პასუხი არ გამაჩნია. შემდეგი შეკითხვა რა გაქვთ? შემდეგი შეკითხვა მაქვს მეგობარ აქტთან დაკავშირებით. მეგობარი აქტის საკითხზე მინდა რომ გითხოთ, დაპაუზებაზე სენატორებმა პოზიციების შეცვლა დაიწყეს. ტიმ სკოტმა და მაიკ ლიმ უკვე მოხსნეს ამ დოკუმენტს ბლოკი, რაც ნიშნავს იმას, რომ თავს უჭერენ დაჩქარებულად მისდევას ამ დოკუმენტის. ეს რა სიგნალი არის თქვენთვის და ელოდებთ თუ არა საბოლოოდ, რომ დამტკიცდება განხილვის გარეშე მეგობარი აქტი? ეცეთ რა, ჩვენ არ ველოდებით ესეთ განვითარებას, ნეგატიურ განვითარებას, იმიტომ რომ უსამართლობის ეს ხარისხი, რომელიც ამ აქტშია გამოხატული, რასაკვირველია, დამაზიანებელია საერთოდ საზოგადოებისათვის და არა მარტო ქართული საზოგადოების, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ზიანდება ასეთი უსამართლო შეფასებებისაგან, გაურკვევლობას იწვევს ხშირ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის პოზიტიური პროცესების განვითარებას. მაშინ მით უმეტეს ორმხრივ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება და იქნება მიღებული განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ვინაიდან საქართველოში არანაირი ისეთი არ ხდება, მაგალითად ირანთან პოლიტიკური ურთიერთობების დაბრალება, ჩინეთთან ურთიერთობის განვითარება შერაცხულია რაღაც დანაშაულად მაშინ, როდესაც თვითონ ამერიკაც საკმაოდ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ჩინეთთან. ასე რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ინტერესებით მოქმედებთ და არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის რაც ამ აქტშია ჩამოყალიბებული. ის რომ ომში არ ჩავერთეთ წინა ადმინისტრაციის მოთხოვნის დროს, ეს არ არის მიზეზი, რომ რაიმენაირად საქართველოს ინტერესებს ჭრილი მიადგეს. უბედურება ის არის, რომ ქართველებად წოდებული ადამიანები, მათ შორის თავისი დეზინფორმაციული საშუალებებით მოხარულები იქნებიან, თუ კი საქართველოს რაიმე პრობლემები შეექმნება, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობაში. შემდეგი შეკითხვა თუ გაქვთ რამე, გიპასუხებ თუ არა და მე ამის მეტი პასუხი არ მაქვს. შემდეგი შეკითხვა არის ხალხის ძალასთან დაკავშირებით. ხალხის ძალას რა ფინანსებს ბატონო გიორგი უჩამამაცაშვილის ძმა. ეს ადამიანი, ეს ოპოზიციური პარტია არის, ხალხის ძალა ხომ არის ოპოზიციური პარტია და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები რომ აფინანსებენ, ეს არის თუ არა იმის გამტკიცება, რომ ფსევდო ოპოზიციური პარტია სინამდვილეში ხალხის ძალა.
და გარკვეულ საკითხებში ჩვენ სერიოზული დაპირისპირება გქონდა და სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს ხალხის ძალა. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ პრინციპები სხვადასხვა და განსხვავებული გვაქვს. ეს ერთი და მეორე ერთი დაფინანსება ერთი და მეორე მხარის ეს არ არის უცხო დემოკრატიული სამყაროსთვის ყველა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ორი პოლიტიკური ძალა თუნდაც ერთმანეთის მიმართ ხისტად დაპირისპირებული ფინანსდება ერთი და იგივე წყაროსაგან იმისათვის, რათა დემოკრატიულ პროცესებს შეუწყოს ხელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე თქვენგან პირველად მესმის, მაგრამ ზოგადად არც ამაში არა იმე გასაკვირი. ფსევდოა თუ არა ფსევდოა, ყოველ შემთხვევაში არის საკითხები, რაზედაც ჩვენ ერთმანეთთან ვერ შევთანხმდით გარკვეულ ვითარებაზე, მაგალითად შეფასებებზე, მაგალითად სიხისტის ხარისხთან დაკავშირებით. არის თემები, რაზედაც შიდა კამათი დღემდე მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ხედვა და ერთი აზრი არ აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არ განსხვავდება ჩვენი პოზიციები, როდესაც მაგალითად ოჯახის ღირებულებებზე ან ისტორიულ მემკვიდრეობაზე ვსაუბრობ და ასე შემდეგ პატრიოტიზმზე, ქვეყნის ინტერესებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე. ოპოზიციურ პარტიას არ გააფინანსებს ახლა აი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიები რომელიც არის ან მაგალითად ქართულ ბანკის დირექტორი მე არ ვიცი აფინანსებს რომ მე ახლა თქვენ ჭკუაზე რო ვია დავდიოდე იმასაც ხალხის ძალას ფული შესწირა უჩა მამაცაშვილის მამ რომელიც ქართულს თანამშრომელია და ბიძინა ივანიშვილის კომპანიების დირექტორებმა მათ შორის პააკა სულაბერიძემ და როცა ივანიშვილის ძმა და მისი ბანკის თანამშრომლები პარტიას აფინანსებენ როგორ შეიძლება ეს პარტია წარმოვიდგინოთ როგორც ოპოზიციური პარტია ხალბატონო ხატია მე გირჩევდით რომ მაგაზე ენერგიას რომ დახარჯავთ იმიტომ რომ ჩემ კომენტარს რომ მოისმენთ მე გამოხვალთ თქვენ ან მელაძე ან ვინმე და იტყვის რომ სხვა კომენტარი აი ამ გეავოლსკის ამასთან დაკავშირებით არ აქვს ჩვენ კი შეკითხვა გვაქვს როგორ არის რომ ეს ამას აკეთებს ის იმას აკეთებს და მე კომენტარი რაც მქონდა უკვე გითხარით და არ ვაპირებ თქვენთან პოლემიკაში შემოსვლას მე გითხარით რომ ოპოზიციასთან დაკავშირებით ხასიათთან დაკავშირებით შეთანხმებისა და შეუთანხმებლობის საკითხებთან დაკავშირებით ჩემი განმარტება გავაკეთე და მე არა მაქვს ვალდებულება რომ ამ დაკითხვაზე არა ვარ თქვენთან რომ აი ამ ესეთი ჩაციებული შეკითხვებით რაღაცა კიდე დამატებითი კომენტარები ვაკეთო რაც მიმაჩნდა საჭიროდ გითხარით უკვე ერთი წამით ოპოზიციაში არის დაპირისპირება და უთანხმოების მიზეზი არის ლევან ხაბეიშვილის განცხადება და ჩანაწერი, რომელიც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედოვალი და საუბრობს რევოლუციაზე და ასევე დამხობაც ახსენა ჩინა ხოჩავა გამოეხმაურება ამას რომ წინასწარ რევოლუციის თარიღს არაღია არა მოსეცო, ასევე ელინე ხოშტარიას პოსტიც ნახეთ ამასთან დაკავშირებით, რომ სასარგებლო იდიოტები საუბრობენ წინასწარ რევოლუციის თარიღს. ეცით რა არის ხა სასარგებლო თუ უსარგებლო იდიოტად რო ახასიათებენ ეს არა მარტო კონკრეტული ლაკა ხოშტარია ან თინა ბოგუჩავა ეს ჩვენი მოგონილი არ არის ეს რეალურად ჩვენ არაერთხელ დავინახეთ მაგრამ ბოგუჩავა მიუთითებს იმაზე რომ დაანონსება რევოლუციისა არ შეიძლება ხაბეიშვილი კიდე ხედავს რომ ჩამორჩა ამ გოგონებსაც იმ ბიჭებსაც რომლებიც აი ამ პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან აღარც კეზერაშვილს ახსოვს და გადაწყვიტა რომ რაღაც თავი გამოიჩინოს გარკვეული მიმართულებით საკუთარი პოზიციის საკუთარი ნიშის მოძებნით ეს აშკარაა ამას არ ჭირდება ისეთი დიდი საზრიანობა რომ დავინახოთ სად არის ლევან ხობეიშვილი და საერთოდ რას წარმოადგენს მაგრამ უბედურება იმაშია რომ ლევან ხაბეიშვილის წყალი გადაესხა ყველაფერს ოპოზიციურ სპექტრში და ჩამოყალიბდა ესეთი დიდი კოლექტიური ნაცმოძრაობა სადაც ექსტრემიზმი არის წახალისებული ეხლა ხაბეიშვილი ფიქრობს რომ ამ მიმართულებით სხვაზე მეტი განცხადებები უნდა აკეთოს და იქნებ აქ მოიპოვოს უპირატესობა თუ კი მაგალითად
ქურქუმალ ვაიდში ვერ გაკაჩა ბოლომდე. ინტელექტში ვერ წამოეწია სხვებს. ფიქრობს, რომ აი აქ მე თავი აჩვენა, როგორ ვარჯიშობს კრივში. ესეც არ არის ჩვეულებრივი ამბავი და ეს ფსიქოლოგიური მომენტი არ არის. ეს არის დემონსტრირება იმისი, რაც წარმოადგენს ხაბეიშვილი. კრივის მცოდნე ადამიანი, რომელიც მოუწოდებს ხალხს ფიზიკური დაპირისპირებისაკენ. და არა მარტო განცხადებები, ჩვენ აქაც ქუჩაშიც ვიხილეთ, როგორ დგას იგი და თავისი მძლავრი მხარით ეჯახება პოლიციის კორდონს. ეს ყველაფერი არის ესეთი ეგრეთ წოდებული კარწინკისათვის და ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ აქედან განვითარდება მისი აღმასვლა პოლიტიკური ოლიმპის სათავემდე. სხვები ფიქრობენ, რომ იგი აზიანებს თავისი აი ამ გამოხტომებით პოლიტიკურ ფლანგს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური ფლანგი არ არსებობს, ექსტრემიზმის ეს ხარისხი არსებობს და ლევან ხაბეიშვილის სულს რო არ ჩამორჩეს და გადაასწროს თინა ბაკუჩავას და თინა ბაკუჩავას თავისი ხისტი გამონათქვამებში ნამდვილად ვერ შეეჯიბრება და არის აი ესეთი ღლიცინი, ღლაბუცი, ფუთფუთი თუ გინდა, რაც გინდა დაარქვი. აი ამ ფლანგზე და სამწუხაროა, რომ საქართველოს ოპოზიცია არ გააჩნია. არა, პატა ბურჭულაძემ რა ვიცი, ხლა იმდენი რა ვთქვა ახლა მე დავიდე პატა ბურჭულაძემ და აი ეკითხები როგორც ოპოზიციური ედიას. არა, პატა ბურჭულაძე არა მარტო იმას ამბობს, რომ ყრილობა ჩავატაროთ, იმას ამბობს, რომ ყველამ დელეგატები ყველა რაიონმა უნდა აერჩიოს და შეეკრიბნენ და პატა ბურჭულაძე უნდა გამოვიდეს და მისი ამონასროს არია იმღეროს, ან თავარი ქურუმის არია იმღეროს აიდატან. წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდა ელაპარაკოს პატა ბურჭულაძემ, თუნდაც შეიკრიბოს, თუნდაც კონფერენციები ჩაატარდეს რაიონებში, სოფლებში, შეიკრიბნენ, გამოყვნენ, ჩამოვიდნენ და შეხვდნენ პატა ბურჭულაძეს და შემდეგ რა? და აიდატან ქურუმის არიას უმღერებს, ხო? მეტი რა იცის? რა გაუკეთებია, მე სიმღერაშიც არ მგონია, რომ წარმატებული იყოს ახლა, იმიტომ რომ გადის დრო. ერთი მაშინ იყო წარმატებული, როცა პუტინს უმღეროდა პირდაპირ. იმის მერე პატა ბურჭულაძის წარმატება არსად არ დაგვინახავს. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდობაში ყველას უყვარდა, მოწონდა პატივცემდნენ საქართველოში, ვინაიდან საქართველოს სახელი გაქონდა მის ფარგლებს გარეთ. გავიდა დრო, ჩამოყალიბდა ადამიანი და სხვებს ეჯიბრება და წარმატებული არ არის, თანაც ამ შეჯიბრში როგორ დააზიანოს საკუთარი ქვეყანა. აი ამ შეჯიბრშიც დარჩა რაღაცა წარუმატებელ ადამიანად, წარუმატებელია იმაშიც, რასაც ქვია დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა. ამაშიც კი ჩამორჩა ლევან ხაბეიშვილს. ლევან ხაბეიშვილი თუ ვინმე ჯობნის დღეს პოლიტიკურ ველზე, აი ამ ოპოზიციურად წოდებულ პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ პატა ბურჭულაძეს. სხვას ვერავის. აქაც კი ვერ დავარქმევთ მას ვერაფერს ვერ დავარქვევ, ვერ წარუმატებელი, აი წარუმატებელი რო თქვა ბურჭულაძეზე, ეგეც ზედმეტია. არაფერი არ წარუმატებელი, რაღაც სისულელეს ლაპარაკობს და ძალიან მწუხვაროდ ჩემ სკოლაში სწავლობდა. ბატონო კი ამინდა გითხოთ, მისი ამ გლობალის დასკვნითი პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს ბათუმში. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? ვიცით, მათ შორის სხვადასხვა ელჩის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციური პოლიტიკოსების თქვენი მოლოდინები? რაც შეეხება ელჩებს, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ეს ელჩები წარმოადგენენ, სადაც ესეთი ქმედება ძალიან სასტიკად არ იქნებოდა დაჟილი და ეხლა ხას მოვისმინეთ განცხადებები, რომ არა თუ რაიმე ხელის გარტყმა, ან რაიმე ფიზიკური შეხება, სიტყვიერიც კი
შეურაცხყოფასაც რომ ვერ უწოდებთ, რაღაც ხუმრობასაც რომ უწოდებ, ისეც ისჯება სასტიკად მაგალითად გერმანიაში. რაღაც თქვა ადამიანმა ბერბოკთან დაკავშირებით, რაღაც ოფიციალურ პირთან დაკავშირებით და მიუსაჯეს კიდევაც და უშველებელი ჯარიმაც გადაახტევინეს. მაგრამ ეს ხელის გარყმა არ იყო მხოლოდ ერთი ფიზიკური ქმედება, ეს იყო მცდელობა განევითარებინა, ან სულის დაებერა, ან პირიქით დახმარებოდა, განევითარებინა ეს აგრესიული ექსტრემიზმი, რომელიც თბილისის ქუჩებში უნდა გადმოსდილიყო. და იყო ესეთი განწყობებიც, რასაკვირველია, რაც მეტი იქნება ესეთი დაუმორჩილებლობა, ფიზიკური დაპირისპირება, იმით მეტი ზიანი მიადგება ქვეყანას და რევოლუციური პროცესის განვითარება შეუწყობს ხელს. ეხლა ეს გარემოებები სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნება თუ არ იქნება, მე არ ვიცი. სასამართლოს მაგირად განცხადებას ვერ გავაკეთებ. პირადად იმასაც გეტყვით, რომ მე საერთოდ ადამიანის, თქვა, დასჯა ციხეში გაშვება რაღაც გუნავს ამ თემაზე განცხადებების კეთება, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესები არ ითვალისწინებს მთავრობის ინტერესებს. საქართველო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმის გათვალისწინებით, რომ რკალი არის ცეცხლანთებული მის გარშემო. ასეთ ვითარებაში შიგნით რომ ადამიანები ჩადიან ასეთ სახის დანაშაულს, მეწოდება ახალგაზრდა, მეწოდება ქალი, ყველა მეწოდება მე პირადად თქვათ. მაგრამ როცა უფიქრდები რამხელა ბოროტებას უმზადებენ ქვეყანას, ქალსაც, კაცსაც, დიდსაც, პატარას, მოხუცსაც და თოთო ბავშვსაც. ამასთან დაკავშირებით მე ჩემი პოლიტიკური პოზიცია მექმნება. ძალიან უარყოფით. ასე რომ ჩემი ხასიათი თქვათ ლოიალობა შეიძლება ეს მე მქონდეს, შეიძლება სხვანაირი, მაგრამ ეს არ ცვლის რეალურ ვითარებას. და რეალური ვითარება არის უსამშობლოთა გაერთიანება ამ ექსტრემისტულ ჯგუფებში, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაანგრიონ და მოშალონ. მათ შორის არის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მზია ამაღლობელი. ფულს რა წალა და მე ამოხტა. ხაბეიშვილის მეტი ვერ იტყოდა მაგას. ეცეთ რა შინაარს გამოხატავს ახლა პოლიტიკური გუნდის წევრი, როდესაც ესეთ ნაბიჯს გადადგავს, შეიძლება იცით რთულია საერთოდ ამის შეფასება რაღაც ადამიანური თვალსაზრისით, შეიძლება გაიგო რომ რაღაც გადაწყვიტა რომ აი ამ გზით ეწარმოებინა თავის ცხოვრების გაუმჯობესების რაღაცა ძალისხმევა. მაგრამ მეორე მხრივ პოლიტსაბჭოს წევრი რო არის და ასე თავგამოდებით იცავენ, იმიტომ რომ საკუთარი პოლიტსაბჭოს წევრია და საკუთარი გუნდის წევრი, ეს გამოხატავს შინაარს პოლიტიკური პარტიის. შინაარს იმ ადამიანების ზოგადად, რომლებიც ლამობენ ქვეყნის დანგრევას. ეს არის ერთი მცირე ნიუანსი, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაული ჩადენილია და ამბობენ, რომ მე რა მოხდა, ვიღაცას ეხმარებოდა, ამაში გასამჯელოს იღებდა. რეალური სიტუაცია უნდა შეფასდეს, პოლიტიკური ასპექტიდან უნდა იქნეს ეს დანახული და საკმაოდ მძიმე სურათი აღმოჩნდება. ასე რომ მე კონკრეტული ადამიანის მიმართ გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანონის მიხედვით, რასაკვირველია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანწილად ისევე როგორც აი ეს საკუთარ ცოლს რო აქირაებდა ის ადამიანი და მას რო დაუდგა მთელი ეს ნაცმოძრაობა ადვოკატად. და ეს გამოხატავს ამ ხალხის შინაარს. და რეალურად დამტკიცდა ის დანაშაულიც, ეს დანაშაულიც და რასაკვირველია სერიოზულად უნდა იქნეს განხილული. ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს განხილული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების რაკურსით. საერთოდ უნდა ხო
იცით, საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ არც ახლოს არ იყვნენ, ალიკო ელისაშვილი, არც ხაზარაძესთან იყო ახლო და უკანასკნელი სიტყვები და აგინერეს ერთმანეთს და ფიზიკური დაპირისპირებაც კი ნაღა მოხდა მათ შორის. ის მას თაღლიც უწოდებდა და ადამიანების მძარცველს და სისხლისველს. ის უწოდებდა რაღაც ექსტრემისტს და ბრალდებელს და თაღლიც და ასე შემდეგ. ამან დაიმენება საერთო ენა გამონახეს. საერთო ენა გამონახა გახარიას პარტია ნაცმოძრაობასთან, რომელსაც ასე მამასისხლად თითქოს და გადაკიდებული და დაპირისპირებული იყო. აქ ყველაფერი ხდება. უმსგავსობა, რაღაც უზნეობა, პოლიტიკური უზნეობა ამათთვის დამახასიათებელი და ერთ კანდიდატურას თუ მონახავენ, ესაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რასაკვირველია. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის ორი ანასხლეტი ერთმანეთთან რასაკვირველია მოძებნის საერთო ენას, მაგრამ საქმე იმაში კი არ არის, რომ ნორმალური პროცესი ვითარდება, არჩევნები რასაკვირველია არის დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი, საქმე იმაშია, შინაარსი როგორი აქვს ამას ყველაფერს. დაპირისპირების რა ხარისხს თავაზობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობით და საბოტაჟის მომხრე პოლიტიკური პარტიები დესტაბილიზაციის როგორ მეთოდებს თავაზობენ და როგორ ეჯიბებიან ერთმანეთს ესენი, ვინ უფრო უკეთესი მარიონეტი გამოდგება გარეშე ძალისათვის. ამაშია პრობლემა. და არა იმაში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და იმას შეიძლება თავის კანდიდატი ყავდეს. ამორალური პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკური წარსული და აწყოთი ცდილობს, რომ გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. აი ამას უნდა დავაკვირდეთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მომრჩეველი. ეხლა ბაჩიაშვილი გადავიდა რაღაც პოლიტიკურ ასპექტებზე, განცხადებებზე, ის რაღაცა კონსპირაციაზე, რაღაც ჯეიმს ბონდის სცენარების მოყოლაზე და რაღაც საგარეო კურსთან დაკავშირებით შეფასებებზე. რა რიტორიკაზეა ლაპარაკი? ლაპარაკია სამართლიანობაზე, ლაპარაკია ქვეყნებს შორის ან ქვეყნების გაერთიანებებს შორის ურთიერთობაზე. არავითარი ანტიდასავლური აქ არ არის. ან რომელი ნაბიჯი გადაიდგა ისეთი, რაც ბაჩიაშვილის ადვოკატებმა, პოლიტიკურმა ადვოკატებმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე გადადგეს. სად, რა სიგონებს? რა შუაშია პოლიტიკური ასპექტი იმასთან, რასაც ქვია ათეულობით მილიონი დოლარის თუ ბიტკოინის მოპარვა. მოპარვა პირდაპირ. შეიძლება რამეში ვწდები სასამართლო ამას დაადგენს და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, მით უმეტეს რომ დაცვის ხარეს და ბრალდების ხარეს საკმაოდ სერიოზული საშუალება აქვთ, რომ იყვნენ თანაბარ პოზიციებში. ეს ის პერიოდი არ არის, როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატები მართავდნენ ამ ქვეყანას, ხო? ასე რომ მოგონილი თემა აქვს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, რასაკვირველია არის ერთ-ერთი რესურსი იმისათვის, რომ სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება. უშუალებელი დანაშაულია ჩადენილი, კონკრეტული ციფრებით და ამ დანაშაულისთვის ედავებიან მას. ის კი ყვება, რომ რაღაცა გამოატარეს გზები თითქოს და კანონით დაშვებული იყო ის, რომ საზღვარზე გადასულიყო, გადაპარულიყო, მერე სადღაც დამალულიყო და ასე შემდეგ. და ყვება რაღაცა სცენარებს, რომელიც რაღაც ფილმების სცენარებისათვის უფრო შეიძლება გამოდგეს. პოლიტიკური დეტექტივიც კი არ გამოვა იმისგან, რასაც ყვება. ეს ბოლო მხარე აღარ არის საჭირო ეს პირად. და როგორ უძლებს ბავშვებს?